ყველაფერი არა უხსნიათ, უბრალოდ მითხრეს რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი და ჩასალაგებელი არაფერი არ მქონდა და მაისურით ვიყავი, გუშინ უნდა შემოეგზავნოთ ქურთუკი, მაგრამ არ შემოურჩეს, იმიტომ რომ ძალიან სქელი არის და სტანდარტებში არ ჯდებოდა და ამიტომ მაისურით გამომიშვეს თბილისის 8 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული და ახლა 1 საათში მოვახერხე ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დამეხმარა რომ ამერიკა ატასთვის და მეთქვა რომ გარეთ ავართ. და მე მეგობარი ახსელოდებოდით და ხალხი არავინ არ იყო. ტაქსიც არ ვიდოდი, გარეთ არავინ არ იყო, სული სიცარიელე იყო და დაახლოებით 1 საათი, შეიძლება 40 წუთი ვერ მოვახერხე დაკავშირება ვერავისთან რომ მეთქვა რომ უკვე გარეთ ავართ. აღაც დრო დამჭირდება რომ ადამიანებს შევხვდე და ველაპარაკო, რაღაცა მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე. მაგრამ ძალიან ბევრი დროც არ დამჭირდება, რამდენიმე დღე დამჭირდება იმის რომ აზზე მოვიდე და მე რავი რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა სხვებს დაველაპარაკო და ახალბრალს მე ვიტყვი ჩემი აზრით რა იქნება სწორი და როგორ მეგაბარს. რასაც შეეხება ახალბრალს არაფერი, ანუ გზავნილი არის, აი ეს მარტო ჩემზე არ არის, ჩემზეც, ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც. ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშებთ, რომ შეიგზნოთ ხელახლა რა არის თავისუფლება და მე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩვენდეთ, ან უნდა ქვეყანა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის, ამიტომ მე გასიზავ. არა, არც საბაპირებს ხალხი, არც ვაპირებ და არც არავინ არ დააპირებს. რამდენად მე ვიცნობ ამ ადამიანებს და ჩვენია რომ კარგად ვიცნობ. ამიტომ მე რას იზამენ არ ვიცი. მე არ მგონია რომ მაგზამეს ეხა გადაწყვეტილი ქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით, ალბათ გზადაგზა გადაწყვეტენ მაგრას, მაგრამ რატომაც არის ჩამოკიდებული, მაგით უარი რომ რაღაცა მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ შეიძლება რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში.